მოვიდა დრო ისე რომ ვითამაშოთ ჩვენი მაფია 2 რატო ვართ ესე გატყაული არ ვიცი რაღაცა ნაბრძოლი ჰიანასავით თუ ჰიანა არ ქვია ქართულად და ინგლისურად არის მაგრამ მაინც რაღაცა მგელივით რა აი რო იჩხუბებს და რო აგდია ეგრე მოკლედ ეხლა მივდივართ კიდე ჩვენ ჰენრისთან როგორც ვიცი იმიტომ რომ ჯომ შემოუთვალა ერთ-ერთ პროსტიტიუტს რომელიც ჩვენთან იყო აქ და როგორ დაგეძინაო რაღაცაზე ვიზამდითო ანუ ხვდებით ხა თქვენს მაგრამ გეძინაო სამწუხაროდ და ვერ ვქენითო ну ეგ არაფერი სხვა დროს ვიზამთ კაი ერთი წამი ნახოთ ეხლა სადა ვარ ჩვენ მივდივართ ესე იგი ჩვენ ჰენრისთან სამუშაოსთვის უი ეს ის გოგო არის Hey, isn't that Joe's girl over there? Yep, მაგარი ჯოუს გოგოა ხო ერთ-ერთი მაინც არისო მოიცა გოგოებს იმ დროში ანუ იმდენი უფლება გქონდათ რომ მანქანას ატარებდნენ დავიჯერო Hey pal, knock it off. შენი ბრალია ძმა უკენ დაედაგე და Somebody who doesn't like hearing you talk to a lady like that. შემიხარო და ისეთი ადამიანი ვარ ვისაც არ მოწონს თუ შენ როგორ ელაპარაკები გოგონებს ჯობია წახვიდე სანამ კაი ხასიათზე ვარო შენ შეყვარებულიაო თუ არ გადაიხდეს მაშინ შენ გადაიხდიო You're going to need a new set of teeth. ერთი სიტყვა და ახალი კბილები გაგჭირდება That was the word. ნახე ეს მოთხოვარი ეს არადა თვითონ დაედაგა ერთი ნოკაუტი ჩავაგდოთ ეს ბარე მოიცადე რაღაცა დარტყმდა ოპ და ეგ არის всё Thanks, handsome. I owe you one. Do you want to come over to my place for a piece of pie? კი, კაცო, შენ ახლა ორწყობილის გამომპატიჟებ უეჭველი. I really got to get going. მაგრამ მოვალ ხო, მოვალ. You'll like it, I promise. მოგეწონება. მოწავიდე ხა. დადი ხო, დადი და მე მოვალ. მოკლედ, როგორ აგდია? სხვადასხვის ხონუ ერთი რო თქვი რომ არ მეგონა იმ პერიოდში თუ შეეძლო გოგოის მანქანების მარტო საერთოდ მაგის უფლება თუ გქონდათ ნახე ოხ კიდე დაედაგა ოი მე ბიჭო რა ხდება ამ თამაში ხო არ ვიცი გოგოების იმ პერიოდში შეეძლო თუ არა მანქანის მარტო მაგრამ ეს გოგოს ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ის იყო. არა, პრინციპში, ხო, ისიც იყო. და პოლიცია აგერა არა და. აი ეს ტაქსი. ჭირს ამონეტა? არა, არაფერი არ ჭირს. ანუ ისე რომ ვთქვა ეს NPC-ები რო ეტაკებიან ერთმანეთს, მაშინ არაფერი რა ხდება მანქანასთან დაკავშირებით, ანუ არ ინტრევოდა რამე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მე დავეტაკებ, მაშინ ჩემი მანქანა ილეწებოდა იმათის კიდე. სხვადასხვის პროტოტიპი ხო იცით რაღაც თამაში არის ეგეთი ორი ნაწილი აქვს პირველი ძალმაგარი არის მეორე არ მითამაშია მაგრამ ბევრი იძახის რომ არ ვარ გაო თან კიდე ეგ თამაში Steam-ზე არ არის და ამობენ რომ ჭორები არის რაღაცა მესამეც გამოდის მალეო Hey, it's never too early for a drink. არის ნახოთ Hey Vito, this is Luca Guarino. ეს ლუკა გურინო არის შენთან და ჯოუსთან ლაპარაკი უნდაო No need to be so formal. Call me Luca. არ არის ფორმულობა საჭიროა რა დაჯექიო ლუკა დამიზახე Same thing I'm having. And hurry it up. I heard about you running with the mix. Great fucking story. And I want to congratulate you too on a job well done. მოკლედ მიკებთან რომ მოგიწიათო ესე შეჯახებაო წინაზე ხო გავძარცოთ რაღაცეები რა Not too many guys got the stomach for this. და გილოცავთ რომ არ დაგიჭირეს და კარგად ჩაიერა ყველაფერმა კარგად არ შეუულია მაგრამ მაინც I'm wondering if you are ready to take the next step. ეხლა ვფიქრობ აი შეგიძლია თუ არა რომ მომდევნო ბიჭი გადადგაო და რა ბიჭი I'm talking about taking somebody out. ვიღაცის მოკლეზე ლაპარაკობ Points his finger at him and tells you to do it. იმიტომ რომ ვიღაცა ხელს მიანიშნებს და შენ რომ მოკლავ მე ომში ვიყავი და იქაც კლავდი რა ხალხსო ეგრეო პრეზიდენტი ვისაც მიანიშნებდა ხელს იმათ კლავდიო რა That's good. The president. Yeah, I like that. პრეზიდენტია ხო You're talking about the crowds, right? You know, the bad guys. შენ ცუდიბებზე ლაპარაკობ ხო What I mean. ეგ მე არ მიგულისხმია აბა ვიზ ლაპარაკობ ანუ ცუდი კაცების მოკლაზეც კი არ გულისხმობ მეო
შეიძლება ვიღაცა მთავრობის კაცია და იმის მოკლა უნდა. You handle this next job like you handled the last one, and there's a good chance you'll be accepted into the family. თუ ისე კარგად იზამ ამ სამსახურს როგორცაც წინა გააკეთეო რა, შეიძლება ოჯახშიც მიგიღოთო. $5,000 apiece. Raо. That's a fucking fortune. Hey, nobody said it was cheap, huh? But trust me. მოგეთ გადასახადი არისო რა თუ გინდა რომ შემოხვიდე ოჯახშიო. ჯერ უნდა გააკეთო ყველაფერსაც გეუნებითო და მერე კიდე გადასახადი არის დაახლოებით $5,000. Henry's gonna fill you in on the rest. და ჯო გადაერია. There you are. Hey, boss. You take care of that thing we talked about yet? Yeah, it's all under control. That's what you said the last time. Don't disappoint me again. ანუ ეს ამის ბოსი არის. უი. We got some other business to discuss. უიმე, აი ეგ საშნელი. What kind of job we talking about here? I gotta take a guy out. It's my როგორ contract სამსახურს ლაპარაკობთო რა? That's where you two come in. ჰენრის Lucky guy. Some Okay. fat fuck across the river. მოგეთ გეტყვის რა მერე. But he thinks he's untouchable. And is he? Well, somebody tried to take him out once before. And? Let's just say they slightly underestimated him. How much is slightly? Fatally. That's a fancy way of saying they're dead, right? Hey, they fucked up. We won't. I rented an apartment across the street from his business. We'll sit there and we'll wait till that fat fuck shows up. And then boom! We blast his ass. How are we gonna do that? With an MG-42. Where are we getting an MG-42 from? Harry. Yeah. He's a vet, like you. He's got a private little gun shop over in Kingston. You can get you anything from a pea shooter to a bazooka. And you don't need no fucking gun license, neither. Okay, Joe and me will go to the apartment. You go pick up the machine gun at Harry's shop in Kingston. It's all paid for. Just tell him I sent you. After that, meet us at the apartment. It's in Sand Island. The building across from the distillery. Apartment 233. Okay, apartment 233. Got it. I'll meet you fellas there in a bit. All right, I'll see you later. კარგი, ეგ არის. ესე იგი მოვრიგით უკვე. მოკლედ, აგიხსნით ახლა უცებ რა ვილაპარაკეთ და რა განიხილეს. ესე იგი, თავიდან ეგ დავალება იყო ჰენრის უნდა გააკეთებინა, რომ ვიღაცა უნდა მოეკლა კაცი, მაგრამ იმან დახმარება მჭირდებაო, მე იმიტომ რომ ეგ კაციო ძალიან იღბლიანი არისო, ვიღაცა მსუქანი ტიპიაო რა და თავიდან რომ დაავალესო ვიღაცა სხვასო, იმან ვერ გააკეთაო ეგ სამსახურიო და ისე თუდა წავიდაო საქმეო, რომ ვისაც უნდა მოეკლაო ეგ მსუქანი ტიპიო, თავად ის მოკვდაო და მაგიტომ მინდა შენ დახმარებაო. გეგმა არისო ესეთიო, რომ წავალთო ხა ჩვენო მაგის სახლთანო დავხვდებითო და MG42-ით მოუკლავთო. და მე ამან თქვა, ანუ თავად ვიტომ რომ მაგიერახ საიდან ავიღებთო და ჰენრი მუთხრა, ჯო მუთქვა რომ ჰენრი ვარისო ასევე ვეტერანიო, როგორც შენ ხარ ისეო რა და მაღაზია აქვსო იარაღებისო გახსნილიო. სადაც რას აკეთებ? სადაც ანუ მოგცემანო რა იარაღსო უფასოდო. არც ლიცენზია არის საჭირო იარაღისთვისო და არაფერიო. შენო მიდიო მან და უთხარი რომ ჰენრიმ გამოგზავნაო და მოგცემანო იარაღებს რომელიც გინდაო. თუნდაც ბაზუკა იყოსო, თუნდაც რავი პისტოლეტი და ამ შემდეგ. ისინი ხარიან უკვე იმ სახლთან და მე დამავალეს რომ იარაღი მოვიტანო. ან ერთი ან ორი არის ნახოთ. და მოქმედება კიდე ანუ კი ხდება ხა ერთი და იგივე ადგილზე რაღაცა განსაკუთრებული არისლება არაფერი, მაგრამ მაინც. სხვადასხვა ამ ჰენრის მაღაზია ყოფილა საკმაოდ შორს. კინგსტონი ქვია თუ ორსტები. ეს გაისახელი არის? კინგსტონი. სიგარეტებსაც ქვია თუ ორსტები კინგსტონი და პლუს კიდე SSD-ებსაც ქვია კინგსტონი. SSD-ები და მე მგონი მოიცა რა ქვია მეორე ეს? DDR-ი ქვია და SSD ხო? ანუ SSD რომელიც სწრაფი არის და DDR-ი რომელიც შედარებით ბრუნელი არის. მე ეგრე მახსოვს, ანუ ეგ კომპიუტერის რაღაც ნაწილები არის, დისკები. სადაც აი ტევოდობაა რა ფაქტიურად. ხო და DDR-ი არ ვიცი, აი იყენებენ თუ არა მაგას. ან რატომ უნდა გამოიყენო ეგ, როცა SSD არსებობს, რომელიც სწრაფი არის ისედაც. და მე მგონი კიდე ეს achievement-ები, ანუ ეხლა რაც ამოაგდო, აი მარჯვენა მხარეს ქვემოთ არის გაბაგული, იმიტომ რომ წინაზე ეგეთი რაღაც ამოაგდო, რომ აი 50 კაცი ყავს მონაკლავიო, როცა 50 კაცი კი არა, 3 კაცი რა მომიკლია იქ და არ ვიცი ეგ საიდან მოიტანა, ეხლა კიდე დამიწერა ეგეთი რაღაცა, რომ 20 მეტრზე უნდა ახტე ჰაერშიო და მე თუ ეხა იქ 20 მეტრზე ავხდი ჰაერში, ყოჩახ. ანუ ბაგიანი თამაშია საკმაოდ ერთი სიტყვით. ნუ წინიდან არაფერი არ ჩანს და
შეიძლება რაღაცა აი აქ არის შიგნით. ხო და მოდი შევიდეთ აგერ. Army Navy, ხო ეს არის. აი დეტალები მომწონს ისე აი რო დავასიგნალე და გაფრინდა ეს შიტები. ალბათ შევიდეთ შიგნით. ზარი უნდა მივიცეთ. ნუ განსაკუთრებული მაღაზია არა. Henry Tomasino sent me to pick up the stuff he ordered. Come on in. ჰერიმ გამოგზავნაო რა. რო რაღაცები ამეღო. არ არის რაღაც განსაკუთრებული მაღაზია და პრინციპში არც მიკვირს რო არ არის, იმიტომ რომ რავი, ქუჩაში რო იყოს, ეხა პოლიცია შევიდოდა აქ და So, Ochtebit. you're the guy Henry was telling me about, huh? შენ ხარ ის ტიპი ჰენრი მეუნებოდა, ხო? Got his merchandise. გააქვს ხო ამის? აუ! Here it is. MG42, made in Germany. Hitler's buzzsaw, we called her. She's a beauty. ჰიტლერის ისაო რა, ქვია 7.9 დრუჟბა ესე ვთქვათ. caliber, 1200 rounds per minute, fastest in the world. 250 round belt, 3/4 of a mile effective range. 250 ტყვია არისო, ძალიან სწრაფი არის და შეგვიძლია რომ But unless it's in a fucking tank. ავიცი აი. Sayonara. ყველაფერს მოკლავსო გარდა ტანკისაო. You need me to show you how to use it? არა, იყოს. I'm familiar with him. I was in the service too. No shit. Wait, you kidding me? Where were you? გასწავლოო და არაო, მეც ვიციო ჯარში ვიყავი უკვე და სადო? Africa? აფრიკაშიო? Let me guess. Operation Husky. Yeah? What ოპერაცია Husky იყო, რომელ 104th parachute. No shit, you were a paratrooper? That was kind of hairy, I heard. Yeah, well, it wasn't no picnic, I tell you. I got hit, so they sent me home. სული იყო ხო და ხო რა პიკნიკი არ იყო? BSC. Whoa, wait, you got a cross? Let me tell you, they don't give those babies out for nothing. I was in Normandy. We hit Utah Beach. That wasn't no picnic neither, but... იესამნისფერი ისა მაქვს მედალიო. Fence on the way back, I poked Vito. my eye out on a fucking tree branch. Well, hey, it was good enough for a discharge. Look, I really got to get going. All right, hey. ნუ მოკლედ ახლა აგილაპარაკეს რა იმ თავი საკუთარი ჯარის ამბების Good to შესახებ. meet you, Vito. Real good. და თვალის ამბავი თქვა Some კიდე. hardware. You know where to find me. კაი, არა პრობლემა. მოკლედ თუ რაღაცა დაგჭირდებაო იარაღის სახითო რა, I hope he მოდი ვაკო. drove here. She's a big girl. Good luck. Hey, thanks. Nice to meet you, Harry. ესე იგი, Guns in the crate, and there's a couple thousand rounds in the van out in the yard. გაიხარე ძმაო, გაიხარე, ვიცი. ყველაფერი გადახდილი არისო. მოკლედ საკუთარი ჯარის ამბები გააზიაროს ეხა ერთმანეთში. Bye, Vito. კაი ძმა, კაი, გაჩვენდი. და თქვა ეგეთი რაღაცა რომ მეო იესამნისფერი მედალი მაქვსო ამ ვიდეომ უთხრა და თუ არ ვწდები, შეიძლება ვწდებოდი ან აი კარგად არ ვიცი ხარ რომელ ქვეყანაში რასაკეთებენ და მით უმეტეს კიდე 1945-ში, მაგრამ როგორც ვიცი, იესამნისფერს აძლევენ მაშინ, როდესაც მე მგონი დაგჭრიან რა ომის პერიოდში და მაგ დაჭრეს გადაურჩები. და კიდე ერთი რომელიღაცა ფერის მედალი არის, როდესაც შენი მოკლედ ვიღაცამ რო ესროლოს, ესე იგი შენიანს რა და შენ რო წინ გადაუხდე მაგას და გადაარჩინო რა. მაგაზეც კიდე გაძლევენ რაღაცა ფერის მედალს, მაგრამ არ ვიცი რომელი ფერი არის ეგ. მაგრამ მე მან კიდე საკუთარი თვალის ისტორია მოყვა რა და თქვა ეგეთი რაღაცა რომ მეო თვალი ომში ვიყავიო, მაგრამ ანუ ვიღაცას კი არ უსვრიაო ჩემთვისო, უბრალოდო აი ხისტოლტი შემივარდაო და მაგიტო ამომივარდა თვალიო. რაც აი დავი ძალიან უიღბლოვარი, მაგრამ რასიზმ. ნუ გაი წავიდეთ ახლა ჩვენ იმ ადგილზე შენობაში რა და ნახოთ მოვკლავთ თუ არა იმ ტიპს. მაგრამ იმ ხელა პულემეტია ვიღეთ რაღაც MJ42 შანსი არა რომ გადაგვირჩეს. აი რა უნდა გავუმართლოს ეგრე ძალიან. სხვადასხვა მე ამას წინაზეც გეუბნებოდით ანუ წინა ვიდეოებში და კიდე მაფია ერსო თამაშობდი მაშინაც. ერთმა კიდე დამიწერა რომ Far Cry 3 გადაიღიო და ვეცდები რომ რა გავაკეთო იცი, ანუ მაფია 1, მაფია კი არა, Far Cry 1, Far Cry 2, Far Cry 3 და ანუ ესე ვეცდები რომ ნელ-ნელა მივყვე. ეხლა ვერ შეგვიძებით მე რომ ყველაფერს გადავიღებს რაღაცა ერთ-ორ თვეში, დამჭირდება შეიძლება 2 წელი მაინც დამჭირდეს რომ აი ყველაფერი მოვრჩე, მაგრამ ადრე თუ გვიან და საბოლოოდ ვეცდები რომ ყველა Far Cry დავხურო. თან მე მგონი ბოლო Far Cry მაინც 6 იქნება და მეტი არ გამოვა და თუ 6-ის მერე გამოვიდა კიდე რაღაცა Far Cry, დარწმუნებული ვარ რომ იქნება რაღაცა diversity და რაღაცა იდიოტობები, რაც იმას ნიშნავს რომ აი ჩააკვეხებენ უაზროდ ვიღაცა შავკანიანებს, ჩააკვეხებენ ვიღაცა უაზროდ აი არ ვიცი ტრანსგენდერებს და გეი ხალხს და მოკლედ თქვენს ხვდებით უკვე რომ აი როცა Far Cry იყო სროლებზე და რაღაცა კაცური და მასკულინური ის იყო, ხო ხვდებით ახლა თქვენს თამაში.
გახტიან მაგ თამაშს რაღაცა აი გეი თამაშად და სისულელე იქნება ეს თქო და მე მგონია რომ მაინც ბოლო Far Cry დაარჩება და ჩაითვლება მიუხედავად იმისა რომ მაგარი უაზრობა იყო მე-6 ნაწილი და მე-7 თუ გამოვიდა ეგ იქნება სისულელე სრულიად. თან კიდე ხა Ubisoft-ი როგორც კომპანია, როგორც მე ვიცი იშლება, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა იდიოტობა თქვეს, ნუ სანამ იდიოტობას იტყოდნენ, მანამდე კიდე ბევრი ცუდი რაღაცა ხდებოდა მაგათ გარემოცვაში ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ცუდი რაღაცა თქვეს ისეთი რომ აი გეიმერებიო ვინც ხართო ესე იგი თქვენო თამაშებს არ ფლობთო. და თქვენს ეგეთი რაღაცა რომ აი Netflix-ი ხო იცი? ერთი თვე რო იყიდი მაგ Netflix და მე რო ქრება. ეგრე იქნებაო თამაშებიც რა, ანუ ფულს გადაიხდიო $60-ო, ერთი კვირაო გექნებაო და მე თავიდან უნდა იყიდო ეგ თამაშიო და ეგ რა სისულელი არის. და მაგის გამო ეხა Ubisoft-ი არ მოწონს არავის ფაქტიურად და ბოიკოტს უცხადებენ სავითი. და აბა ხა აქ რა ხდება? ვეტერანი არის კიდე ჰენრიც როგორც ჩვენ. შენ საიდან ხარო ჰენრი? სიცილიდან. What brought you to the States? და აქ რა მოგიყვანა? Mussolini. Mussolini-მა. Don't be a smart ass, Joe. My father was a მამა ჩემი იყო პატიოსანი კაციო რა. მაგრამ Mussolini რომ მოვიდა მე ყველაფერი შეიცვალა. So he sent me to America and got me a job working for Clementi. ანუ ესეც იტალიიდანაა დავიჯერო სიცილია, ანუ კითხვა ქალაქი, მაგრამ არ ვიცი ეგ რომელი ალბათ იტალიიდანაა. მართლა არ ვიცი გეოგრაფიას შემიმოწმებთ ეგრე. ხო და მამა ჩემიო ამბობდა ეგეთ რაღაცასო ან ციხეში დამიყვანდენო ან კიდე ჯარში გამიყვანდენო რა და მაკედან გამომდინარე ჩამოვიდითო ამერიკაშიო. მუსოლინმა დაიჭირა მამა ჩემიო და მე მოკვდაო იქო. წესიერად არც კი დაუმარხიეთო მამა ჩემიო. How's your English so good? და შენ ინგლისური ეგეთი კარგი როგორი არის? ანუ ესეც ესე იგი იტალიიდან ჩამოიყვანეს აქ იმისათვის რომ ჯარს გაქცეო და ან ციხეში ჩასმოს. მაგრამ მამამისი ვერ გადაურჩა ციხეს ესე რო თქვა. All right, I'm on it. კარგია რომ ეს ნენელა ვერ ცნობით ამ ადამიანებს. აბა პულიმეტი გავდესოთ ეხა. ის გაგვიქცა მაინც და ეს მანქანები გვინდა უეჭველი. მე მგონი არც დამიზიანებია თან და თუ არ დავაზიანე ერთი ეგეთი მინდა უეჭველი ჩემს ფარეხში. ოჩოხ ჯოს? ეგრევე ჰეჩეთი დააჭიდა, მაგრამ აქ რა უნდა რომ შემოვიდე საერთოდ. საიდან მესურს კაცო? უი, აგერა რა. არა წეღან გავიხედე, მაგრამ რა არის? აი ეს მანქანა მინდა. კვია ამისთვის არ გამიყვია. ყველაფერი კარგად არის. მოგე შენ შედიო პირველიო, იმიტომ რომ ვეტერანი ხარ რა. მე რა ვეტერანი ვარ, ესე იგი თავიდან მოვიგლა. ძლივს გადაურჩი იმ მომსა ჩამოვიდი აქ სახსალამად ესე რო ვთქვი. ესენი ეგ არ მომხვედრია არა და მაგრამ არა უშავს მოლოტოვის კოქტეილი რაღაც. უი ჰერი მოგალიგინა რომ მაგრამ კაია რომ ამათის როლა არ შეგიძლია. ბიჭო სნაიპერი ვარ გეუბნებით მე ვარ სნაიპერი ამ თამაშში. აქ გავალ ვერ გავალ. მოდი შოტგანი გავტესტოთ ერთი. სადა ხარ კაცო? ზემოთავი და? მე მგონი ხო. კაი წამო ზემოთავიდეთ, აგერ არ არის, ხო აგარე. და ჰო. არა, სროლა კაი აქვს. ანუ რაღაცა კაი შეგრძნება აქვს. სროლა კაი აქვს ხო და მართლა კაი ქონია. ჯო არ ვიცი, ზოგჯერ ფიქრობ აი ზედმეტად რეალისტური ხო არ არის ეს სროლები და რაღაცეები თქო. ვაფშე არც ვიცი აი სად იყო ის. აგე მე ჯო რას მიკეთებ ძმა შენ არ უნდა დამაზღვიო რაღაცა გვერდზე მიდგა ხარ ამ ხალაკაცი და მე მეუნება კიდე ჩემი დასავით ისვრიო შენო როცა არ მაზღვევს ტიპი აი ნუ მელაპარაკები ადამიანო რაღაცა ვიტო ყოველ წუთში იმენა თვითონ არც არ აკეთებს მაგად არ მოწონს ეგეთი ტიპები მაგრამ რას იზამ ჯო ჩვენიანი ეხა. აჰა, hit the button Vito, ეს გააკეთე Vito, ის გააკეთე Vito. Don't put fingers
through. What are you doing, Joe? თითები არ გაყო რა აქ. კიდე კაი, ჰენრი მუთვა შენ აჯენდაბო საკითხო. Pretty good stuff. We should try it. swamps. Drinking on the job, huh? When'd you turn Irish? სამსახურში მინ გაიგონა დალებაო შენ ირლანდიელი ვარ ხარო. Here they come! მოდიან უნდა სადა და. Shit, they got commies. აუ ამგენსაც ის პულემიოტი აქვს. Shit, there's an army of ოპა. ბიჭო, კაი რა, აი საიდან მომკლეს ხა არზი არა ვარ. ეგრე ერთ-ერთ ყმაში როგორ მკლავენ. აუ, საიდან მაწყებიებს, ბიჭო. We got them all! აი, აჯანდაბოს. Shoot that fucking thing! I'm going deaf over here! ფიქრობ ეხა ხო არ მოვურჩეთ ხო ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ცოტა დიდი გამოდის და ტევადობაც კიდე ამდენი არ მაქვს მე მგონი. ვიდეო არის რაღაცა 22 წუთიანი მე მგონი და ფაქტიურად გიგაბაიტებში არის 19 გიგაბაიტი. ანუ ეს ვიდეო. ცოტა ბევრი არის საკმაოდ. We can't let that fat bastard get away. არ ვიცი. მაგრამ მოდი შევიდეთ ახლა კიდე შიგნით და გავალა იქამდე. You're the fucking wolf. მოვიდი ისე ამანდილამდე, მაგრამ აგერ არიან. მაგრამ ესენი არ იყო ვინც მე მომკლა. მესამედ მოვკვდი უკვე, ანუ ზოგჯერ თითქოს აი ელში ამოდის რა. ამდენჯერ რომ მოვკვდები და ესეთი ძალიან რეალიზმი. კარგი კია, მაგრამ ზოგჯერ მართლა კაცი ამოდის. ხო ეს აი მკვდარს ესროულება ხო, მკვდართან მაგარია, მაგრამ ისე ვერა. მოდი ტომიგანი ავიღოთ. 3 იარაღის დარება შემიძლია, კაია. ბიჭო, ეს ჯოუ გადამრევს მე. ეხა შეიძლებოდა რომ მომკვდარიყავი და კიდეს რაღაცა დამოწყებიებდა ეგერე უკნიდან. ესენი კიდეს უკედელში მოსვლიან ხოლმე. ხო შეიძლება რომ რაღაცა ჩეკპოინტი კიდე კაი. ეს ბეტმენში რო არის ერთმანეთს უგან კაცი იმას გავს ხოდა შორის. არ მომკლებ. უიმე. You should have thought about your wife before. ცოლი მყავსო რა და ცოლზე უნდა გეფიქრაო აქამდეო. Don Clementi sends his regards. Oh, ჰენრი მოკლეს თუ? Fuck! Whoa. Fuck you, sorry you. Bicho. Henry, you okay? Where'd he hit? Of course I'm not fucking okay. He shot me. I got tarot arrow. Oh yeah, it's bleeding all over the place. ფეხში მომარტყაო თუ The fucking ფილტში ვერ გავიგე. fucking doctor, you Take it idiot. easy. Gonna get you there in a minute. The Greek guy lives up in All right, Highbrook. let's get you to the car. Oh, Marona, you're heavier than you look. იმაზე მძიმე ხარ ვიდრე ჩან ხარო რა. ვაх როგორ მიეთროს. he almost shot my balls off. ეს მაიმუნი ეს მსუკანი. კაი წავედით. იმედია რომ ხა კიდე ხალხი არ დაგხვდება ჩვენ, მაგრამ მაინც ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ კიდე სიკვდილს არ ვაპირებთ და კიდე თავიდან დაწყებას. მოდი მე მაინც წინ გავალ უცებ რომ შეიძლება ისე მოხდეს რომ აი ტელეპორტი გააკეთოს ამათმა ჩემთან ახლოს. თორე ამას ვინ ელოდება ეხა? Hey, careful. No, it hurts. Please. Yeah, well, I don't want to die if you don't quit your moaning. რა ხდება აქ? ბომბები ფეთქდება? რო შემოვიდი მაშინაც რაღაც აფეთქდა, მაგრამ რა არის ვერ მივხვდი. ძალიან ეს ცხოვრება იმტრევაო. მოხდი რა თავში ეგარსო. ჯო, იმედია მოდი ხარ, გაზღვე მაინც. მოდის, ნენელა მოდის. ბიჭო, აქ მოვკვდები ახლა რო გავიდე. არა, რამეს ვიზამ, კაი, ჰა. მე ის მანქანა მინდოდა შავი, ეს რაჯნაბად მინდა. არა, იმდენი ხანი ვერ ესროლა ესე იმასაც, აი რას ელოდებოდა, პროსტა ეს ესე იგი პირშინო ჩაუდოს იარაღი და კაროჩე რა. Fuck. რა თქმა უნდა ჩვენ მოტარებთ. მოკლედ, აქ დავამთავრებ ახლა მე ამ ვიდეოს და მომდენო ვიდეოში უკვე მოვშეთ ახლა. აქ დავამთავრებ ახლა მე ამ ვიდეოს და მომდენო ვიდეოში უკვე დიდი ვარაუდით ამ მისიას მთლიანად გავივლით და კიდე პლუს არა მარტო მისიას, ანუ ამ მთლიან თავსაც
ხო და ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.